რას დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. 29 ივლისს გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამ კაცს აჩვენებენ და მოყვებიან. იმიტომ რომ ჟურნალისტური გამოძიების ვერსიით ეს კაცი, უფრო ზუსტად მისი რეჟიმი, ხელს უწყობს ამ კაცს დასავლური სანქციების გვერდის აქცევაში და ამით იმის რეჟიმსაც ახეირებს და თავისასაც. Hinter der Bitcoin-Herstellung für Putin soll auch der ვლადიმერ პუტინისთვის კრიპტოვალუტა ზუსტად დროზე გამოჩნდა. მიმტკიცებენ, რომ პუტინისთვის ბიტკოინის წარმოების უკან საქართველოს ყოფილი პრემიერი და რუს-ქართველ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი იმალება. დედაქალაქ თბილისში მუშაობს თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც ბიტკოინს კიდეც გამოიმუშავებენ და კიდეც გადაცვლიან. იქ უნდა მოხვდე. getauscht wird. გაიცანთ, პიტერ კრაისლერი ამ ფილმზე წელიწად ნახევარი მუშაობდა. სწორილად იკვლია, როგორ იყენებს რუსეთი კრიპტოვალუტას თავისი სისხლიანი საქმეებისთვის. და რამდენად დგას ამის უკან რუს-ქართველ ოლიგარქი ივანაშვილი. მისი სიტყვებია. პიტერ, გამარჯობა. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და უნდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი ფილმი იყო. მართლა ძალიან სერიოზული ნამუშევარია. თქვენ სწავლობდით საკითხს, როგორ არიდებს რუსეთი თავს ამ დასავლურ სანქციებს. რა მეთოდებს მიმართავს, კრიპტოვალუტას რამდენად იყენებს. საქართველომდე როგორ მივიდა თქვენი გამოძიება საერთოდ? საქართველოს თემა როდის ამოტივტივდა? აღმოაჩინე, რომ საქართველოს თავისუფალ ეკონომიკური ზონის გამოყენებით სერიოზული კავშირები აქვს რუსეთთან. კინაღამ წავიქეცი, როდესაც გავიგე, რომ კრიპტოვალუტის მწარმებელი ერთი ქარხანა საქართველოში მეორე ადგილზეა ელექტროენერგიის მოხმარებით. ერთი ქარხანა. მეორე მონაცემი. გაზპრომმა 40%-ით გაზარდა ექსპორტი საქართველოში. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ღივდა ჩასვლა. თანაც საქართველოში ძალიან ბევრი რუსია, ვინც კრიპტოვალუტის სფეროში მუშაობს. Gazprom is increasing the imports of gas to Georgia by 40%. ზუსტად რას ეძებდნენ საქართველოში გერმანელი ჟურნალისტები? რაზე სურდათ მიეღოთ პასუხი? ან რა იცოდნენ საერთოდ ქვეყანაზე, სანამ ჩამოვიდოდნენ? რატომ წავიდნენ ვარშავაში საქმეს ჩახედულ ადვოკატებთან შესახვედრად? ადვოკატები, ვისაც შევხვდი, მიმტკიცებენ, რომ საქართველოში კრიპტოქარხნები ძალიან მონგებიანია. იცით, უფრო და უფრო საინტერესო ხდება. კი, დენი კრიპტოქარხნებისთვის ძალიან იაფია საქართველოში. ნავთობს რუსეთიდან ტიდულობენ, რა კი რუსეთის სხვა ვერსად კედის. აი გიორგია თავისუფალი ეკონომიკური ზონის მენეჯერი და მასთან შეიძლება დაკავშირება. ზარი გიორგისთან შედგა. უთხრეს, სანდო ხალხი მოდის, ფულის ჩადება უნდათო. და გიორგი დათანხმდა შეხვედრას. Tiflis, die Hauptstadt Georgiens. რამდენიმე დღეში თბილისში მივფრინავ. ოფიციალურად საქართველოს დემოკრატია ქვია, მაგრამ ექსპერტები მას რუსეთის სატელიტად უფრო მოიხსენიებენ. მესმის, რომ საქართველოში დემოკრატია ვერ იპოვნეთ, მაგრამ pravd ეკონომიკური აღმავლობაც ვერ იპოვნეთ. ამბობენ, რომ საქართველოში ეკონომიკური ბუმია, მაგრამ რა იწვევს ბუმს? საქართველოში კრიპტოვალუტას ბევრი კომპანია აწარმოებს. ძალიან ჩახლართული ამბავია, ვერაფრით გაიგებ, ვინაა მფლობელი და ვინ დგას მათ უკან. თბილისში თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში არის რეგისტრირებული კრიპტობირჟები, რომლებსაც რუსები აკონტროლებენ. მაისის ბოლოს ბრიტანეთმა ამის გამო სანქციები დაუწესა. ეს კიდევ ერთი ნიშანი იყო, რომ იქ რაღაც ხდებოდა. ეს ბირჟები მხოლოდ რუს კლიენტებზე მუშაობენ და ბრუნვა 25 მილიარდ დოლარამდე აქვთ. ეს ძალიან ბევრია. დიდმა ბრიტანეთმა 20 თვის წინ სანქციების შავსიაში შეიტანა საქართველოში რეგისტრირებული 3 კრიპტო პლატფორმა: Arwix LLC, Rapira Group LLC, i4 LLC. მიზეზი: ეს კომპანიები გამოიყენებოდნენ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გვერდის ასავლელად. ამ ინტერვიუს ჩაწევიდან მეორე დღეს კი ევროკავშირმა გამოაცხადა 21 სასანქციო პაკეტი, სავარაუდოდ იგივე კომპანიების, ანუ საქართველოში პუტინისთვის და მისი ომისთვის მომუშავე ბიზნესების. ამ ფილმში თქვენ მოგზაურობთ ბრიტანეთში, პოლონეთში და სწორედ იქ მიგითითეს ივანაშვილის კვალზე. რა გამოდის, რომ თემა მსოფლიო მიწის ივანაშვილის მონაწილეობის შესახებ ამ კრიპტო ამბებში, რუსულ კრიპტო ამბებში. საქართველოდან რუსეთში უამრავი საქონელი შედის. ლარსის გზა ძალიან საინტერესო სანახავი იყო. სატვირთოების რიგი თბილისიდან იწყებოდა. მძღოლებს ვესაუბრეთ და არავინ არ მიდიოდა სადმე სხვაგან, მხოლოდ რუსეთში.
ზოგმა გითხრა, ელექტრონიკა მიმაქვსო, ზოგმა რა და ზოგმაც რა. აქ ნათლად ხედავ, როგორ ხდება სანქციების გვერდისავლა საქართველოს გამოყენებით. საქართველოში ინვესტორის საფარი ჩამოსულ ჟურნალისტს კრიპტოვალუტის მწარმოებელმა მაგნატებმა შეხვედრა რაღაცა პერიოდით გადაუდეს. სანამ საბოლოო პასუხს ელოდა, თბილისში იპოვნა ნიკოლოზი, ბიტკოინების მცირე მეწარმე, რომელმაც საკუთარ მეურნეობაში უპრობლემოდ შეუშვა და გადააღებინა. Und der Bitcoin macht. ბიტკოინით ბევრი გამდიდრდა. მან 7 ცენტით დაიწყო და დღეს 50,000 ევრომდე იშოვნა. ბიტკოინის გამომუშავებას სულ უფრო მეტი ელექტროენერგია სჭირდება. ნიკოლოზი ერთ საათში მოიხმარს იმდენივე დენს, რამდენსაც 4-სულიანი გერმანული ოჯახი ნახევარწელიწადში. ერთი ბიტკოინის გამოსამუშავებლად 30 ან 40,000 დოლარი გჭირდებათ. გერმანიაში ეს 180,000 ევრო ეღირებოდა და აღარ იქნებოდა მომგებიანი. როგორც იქნა მაინინგის დიდმა კომპანიამ აღირსა პასუხი, მობრძანდითო. Man aus der georgischen თბილისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ჟურნალისტი ვერ შევა. უთხარით, რომ კრიპტომაინინგის ინვესტორები ვიყავით, დიდი ფული გქონდა. იურიდიულმა ფირმამ მოგვიმზადა კონტრაქტები, მაგრამ ფულის ჩადებამდე უნდა მენახა რა ხდებოდა ადგილზე. ჩავედით, მენეჯერმა შეგვიშვა, დაგვათვალიერებინა. შიგნით ტერიტორიაზე ბევრი კრიპტოქარხანაა. ივანიშვილის კრიპტოქარხანას ბიტფური ერქვა. მის ნაცვლად ახლა სხვა კომპანია, ასევე ძალიან დიდი. მაგრამ რომ მოგინდეს მისი მფლობელების ვინაობის გარკვევა, ვერაფერს გაიგებ. ეს ქარხანა საქართველოში მეორეა ელექტროენერგიის მოხმარებით. შენიშნა. ყველაზე მეტ ელექტროენერგიას საქართველოში ზესტაფონის ფერო მოიხმარს. მეორეა BFDC Georgia, კრიპტოვალუტის მწარმოებელი კომპანია. შიგნით ფარული კამერით ვიღებდი, რომელიც დავიმაგრე, მაგრამ თხოვე ნებართვა, ტელეფონითაც გადამეღო რამდენიმე კადრი და დამფთეს ნება. აშკარაა. ბიტკოინის წარმოება გიგანტური მასშტაბისაა, მაგრამ ვინ დგას ამის უკან? კრემლი. აქ წარმოებული ბიტკოინებით კრემლი იარაღს ყიდულობს. ბროშურები რუსულადაა. რუს მომხმარებელზეა ეს გათვლილი. Außerdem finde ich heraus, პიტერ გასაგებია, რომ კრიპტოქარხნის მფლობელი თუ მფლობელები კარგად არიან დამალულები, დაფარულები. მათ ამის მოტივი ალბათ აქვთ. მაგრამ თქვენს ფილმში ძალიან აქტიურად არის განხილული რუსეთთან ყველაფერ ამის კავშირის თემა. და რატომ რუსეთი? რა დაინტერესება აქვს რუსეთს მაინც და მაინც კრიპტოვალუტის? სხვა ქვეყნებზე მეტად აინტერესებს კრიპტოვალუტის თემა. I mean, Russia is doing a lot. რუსეთი ჩახსნილია მსოფლიო სავაჭრო სისტემიდან. ბანკები მასთან საქმეს არ იჭერენ. ამისთვის მოსკოვმა შექმნა ეგრეთ წოდებული stable coin-ი A7A5. ვიცით, რომ ამისთვის არსებობს ბანკი PBS-ი. ეს საქმე ილან შორს აქვს ჩაბარებული. 2025 წელს მისი ბრუნვა $100 მილიარდ გადასცდა. მთელი საგარეო ვაჭრობის 60% ამ ვალუტით განახორციელა, მაგრამ ეს არის რუბლის ელექტრონული ექვივალენტი და კვალსტოვებს. მარტივად შეგიძლია მიადევნო თვალით და დაბლოკო. ამიტომ A7 A5 ყოველთვის ახურდავებენ სხვა კრიპტოვალუტაში, უფრო ბიტკოინში, ასევე ცეზარში ან რამე სხვაში. ზუსტად ამისთვის სჭირდებათ ბირჟები საქართველოსა თუ კირგიზეთში. ბიტკოინს კი ვერ დაბლოკავ. ნებისმიერ ადამიანს პირდაპირ ტელეფონით შეგიძლია გაუგზავნო. მის საწარმოებლად ძალიან დიდი ენერგია საჭირო, მაგრამ რუსებს დიდი მოთხოვნა აქვთ. რუსეთი ბიტკოინების წარმოებით მსოფლიოში მეორეა. შაშან 2 მილიარდ 200 მილიონი დოლარის ექვივალენტი აწარმოა. რა დაადგინეთ, რამდენად აქვს რუსეთს შემოღწეული საქართველოში კრიპტობიზნესით? ამაზე მარტო ჩვენ არა, ქართველი გამომძიებელი ჟურნალისტებიც მუშაობენ. აი ფაქტის დამფუძნებელს შევხვდით და ეს პირდაპირ დაგვიდასტურა, ფაქტებით. საქართველოდან რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის შეტანაზე გამოძიებას ვაწარმოებდით. ექსპერიმენტი ჩავატარეთ. მივმართეთ გადამზიდ რუსულ კომპანიას, რომ 30 დრონის ტრანსპორტირება გვინდოდა რუსეთში. გვითხრეს კი ბატონო, ჩავიტანთო. სარისკოა, სანქცირებული საქონელია, მაგრამ ადრეც გაგვიკეთებია ბევრჯერო. გავარკვიეთ, რომ კომპანიები და პირები, ვინც სანქციებს უვლიან გვერდს, კრიპტოვალუტას იყენებენ. გაზით, ელექტროენერგიითა და სანქცირებული საქონლით ვაჭრობა საქართველოს კიდევ უფრო აახლოებს რუსეთთან. ეს პროცესი ქართული დემოკრატიისთვისაც და ჟურნალისტებისთვისაც სულ უფრო საშიში ხდება. ჩემი პირველი დასკვნა, რუსეთი არაა ჩახსნილი საერთაშორისო გადახდებს. დასავლეთის შეუმჩნევლად კრიპტოვალუტით იხდის. ახლა გასარკვევია, რისთვის იხდის კრემლი საიდუმლოდ ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტას. იარაღისთვის, აგენტურისთვის, არჩევნების გაყალბებებისთვის. მართლა კრიპტოომში ხომ არ აღმოჩნით. შეიძლება ამ კვალის მიყოლა უფრო შორს. გაყევით რუსულ კრიპტოკვალს, სადამდე მიგიყვანათ საქართველოდან.
მოლდოვამდე. მოლდოვაში კრიპტოვალუტით 300,000 ადამიანის ხმა იყიდეს. როგორც ვიცით, კრიპტოვალუტას იყენებდნენ საქართველოშიც, უნგრეთის არჩევნებზეც. ეს ამბავი რომ წამოიწევდა ბუნებრივია. სადაც ილანშორია, იქ აუცილებლად იქნება მოლდოვას არჩევნების თემაც. ყველას გვახსოვს ჟურნალისტური გამოძიება, როგორ აგროვებდნენ ადამიანებსა და ხმებს, რომ ჩაეგდოთ მაია სანდუსა და დემოკრატიული პარლამენტის არჩევა და, რა თქმა უნდა, მთავარი რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის შესახებ. მოლდოვას ყველაზე ცნობილი გამოცემის ჟურნალისტმა ისეთი ნდობა მოიპოვა, რომ მოსკოვის სპეცოპერაციის ფარგლებში ფული წინასწარ გადაურიცხეს ტიპებმა. არ აქვს მნიშვნელობა ვის მისცემთ ხმას. მთავარია, ევროკავშირს რეფერენდუმზე უარი უთხრათ. გასაგებია. ჩვენ ევროკავშირის წინააღმდეგი ვართ. მაია სანდუს წინააღმდეგი. ჩვენ ვემხრობით რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას. როცა გვიხსნიდნენ, ერთმა კაცმა გითხრა, ეს ფული პირდაპირ მოსკოვიდან მოდისო. Wir müssen hier als die digitale Armee agieren. ფული მოდიოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი კრიპტობირჟიდან სახელად ტოკენსპოტი. საქართველო, მოლდოვა, უნგრეთი რუმინეთში არჩევნების პირველი ტური გაუქმდა რუსული ჩარევის გამო. სომხეთში იბრძოლეს რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქების ხელით, ასევე ძალიან დიდი ფულით. ბევრი მაგალითია მოკლედ კიდევ, მაგრამ როგორ ახერხებს რუსეთი ამ ყველაფერს? სანქციები კრიპტოვალუტის მიმოქცევაზე არ ვრცელდება, აი რუსეთიდან ადრესატამდე რა გზით მიდის სხვა ქვეყანაში? ყველაზე სწორი კითხვაა. ჩვენ ექსპერიმენტი ჩავატარეთ. გერმანიაში ამის გაკეთება უკანონო იქნებოდა, ამიტომ პოლონეთში დაბრუნება მოგვიწია. იქ ეს ოპერაცია სრულიად კანონიერია. როგორ აფინანსებენ რუსეთის აგენტები საიდუმლო ოპერაციებს? პირველი ნაბიჯი, მობილურების მაღაზია. ზაკი, ჩვენი ანალიტიკოსი, ტელეფონს ნარდი ფულით ყიდულობს. ასევე რავინ მიაგნებს, ვინ იკრიდა. შემდეგი ნაბიჯი, კაფეში ინტერნეტს იჭერს და ტვირთავს ეგრეთ წოდებულ საფულეს, ციფრულ საფულეს, რომელიც საბანკო ანგარიშის როლს ასრულებს. ამისთვის არც სახელის შეყვანა სჭირდება, არც პირადი საბუთების, არც პერსონალური მონაცემების. ახლა შეუძლია ფულის გაგზავნაცა და მიღებაც და თვითონაც გაოცებულია. ამ საფულით ევროპაში აკრძალული რუსული კრიპტოვალუტის გამოყენების საშუალებაც აქვს. გამიკვირდა. ევროპაში ვართ, სადაც ეს ვალუტა აკრძალულია, არადა მშვენივრად მუშაობს. შეგვეძლო ამ საფულის მისამართის მიცემა ვინმესთვის რუსეთში და იქიდან A7, A5 USDT ან ნებისმიერი სხვა კრიპტოვალუტის მიღება. შემდეგ კი ფიზიკურად გამოტანა კრიპტობანკომატიდან. ასე შეგვეძლო გადაგვეხადა ფული ნებისმიერი უკანონო ოპერაციისთვის და არც ერთ ეტაპზე არ სჭირდება დადასტურება, ვინ ხარ, ვისი საფულია, ვისი ტელეფონია, სად და ასე შემდეგ. პეტერ, თქვენ ამ ფილმში ახლა პრაქტიკულად ნახევარში ახსენეთ, როგორ შეიძლება რუსეთმა, რუსულმა რომელიმე სპეცსამსახურმა ევროკავშირში შეიტანოს ნებისმიერი თანხის კრიპტოვალუტა და იქ რაღაც აშინელება ჩაიდინოს. ძალიან მძიმე ჟღერს. We have a lot of what we call low-level agents. ევროპაში რუსეთს ქვედა დონის ბევრი აგენტი ჰყავს, ვინც ააფეთქებს მატარებლებს და ხატავს გრაფიტის. პოლიცია იჭერს მათ და ტელეფონსა და კომპიუტერში პოულობს კრიპტოსაფულეებს, სადაც ჩანს ვინ უხდის ფულს დივერსიებისთვის. ძალიან ბევრი მტკიცებულება დაგროვდა, რომ აგენტებს გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში რუსეთი კრიპტოვალუტას უხდის. Cryptocurrency wallets where they could see the payments. შეგვიძლია თქვა დაუშვათ შესაძლებლობა, რომ აი ამ ყველაფერთან არანაირი შეხება არ აქვს იმ კრიპტოვალუტას, რომელსაც საქართველოში გამოიმუშავებენ, აწარმოებენ. რომ ეს ქვეყნის კურსზე უკვე საქართველოში არ ახდენს გავლენას. ზოგადად რა შთაბეჭდილება შეგექმნათ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში? Everywhere this European flags. საქართველოში ამდენი ევროპული დროშა ადამიანებს ისე უნდათ ევროკავშირში შესვლა, მაგრამ ექსპერტებს რომ ელაპარაკები გიხსნიან, რომ ქვეყანა დიქტატურაში იძირება. ძალიან ძლიერი კავშირი იგრძნობა ევროპასთან. ერთნაირი აზროვნება, ერთნაირი კულტურა, რელიგია, ღვინო. მაგრამ ამავე დროს იგრძნობა წარსულის ტვირთი, ვიღაც ოლიგარქი, ვისაც უზარმაზარი გავლენა აქვს. But if you talk to the experts, they say, we are not a democracy anymore. ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ პროჭორილური პროპაგანდა აუცილებლად დაიწყებს მტკიცებას, რომ ის, რასაც მოსკოვი ცდილობს საფრანგეთსა და გერმანიაში, არ ხდება საქართველოში. რომ რუსეთს თურმე აზრადაც არ მოსდის აფათუროს ხელები აქაურ პოლიტიკაში, რომ დააფინანსოს დივერსანტები და გავლენის აგენტები. მოიცილოს ვინც მოსაცილებელია, მოისყიდოს ვინც მოსასყიდია. თავისთვის სასარგებლოდ ატრიალოს საქართველოს არჩევნები და აი არაფრით გაუშვეს ქვეყანა თავისი გრავიტაციული ველიდან. თუმცა შეიძლება ეგ მართალიც იყოს ყველაფერი. აი რა თქმა უნდა, ერთხელ ჩაატარა სპეცოპერაცია 2012-ში, დადო თავისი კაცი და მას შემდეგ ყველაფერი ავტონომიურ რეჟიმში მუშაობს.
ავტონომიური რეჟიმით იქცევა რუსულ რეჟიმად. მოკლედ ველოდებით 29 ივლისს გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. იქამდე კი ფილმი შეგიძლიათ აი ამ მისამართზე ნახოთ ინტერნეტით. ბოირინგა რადნოი. დაისხი სტაფილოსწვენი. რაც დავბიდი, იმაზეც ვაგეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემოდა.